თბილისში ახალი თამაში დაიწყო. ვიღებთ წიგნს, ვაწერთ თამაშის წესებს და ვტოვებთ ქუჩაში. მპოვნელი იღებს, სახლში მიაქვს და კითხულობს. შემდეგ ისევ აბრუნებს, აწერს თარიღს თუ სად დატოვა და როდის. წიგნი უსასრულოდ მოგზაურობს და გზადაგზაუნებურად ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. იდეა დაამბადა სრულიად ჩემთხოვით, სპონტანურად. ეს იყო მაშინ, როდესაც ვფიქრობდი საკუთარი წიგნის ასე ვთქვათ, მკითხველთან მიტანის გზებზე და უეცრად შემომიტია იმ აზრმა, რომ რატო ვერ მიმაქვს საკუთარი წიგნი მკითხველთან და მე ასე სპონტანურად ცნობიერების ნაკადით გამახსენდა, რომ მიუშვათ და თვითონ მივიდეს. მას შემდეგ რაც მხარდამჭერები ძალიან უცებ ასე ვთქვათ, შემოვიკრიბეთ და ძალიან უცებ გავხდით ბევრნი, უკვე დავიჯერე, რომ აქედან შეიძლება რაღაც გამოვიდეს და ვნახოთ, ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში ვართ, რომ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. არც კი დავფიქრებულ ვარ, ისე გადავწყვეტე, რომ პირველი ჩემი წიგნი გამიშვა და იმ წუთას მოვიფიქრე წარწერა და ახლობთ რას გავაკეთებდი, რა წერას, რომ გამარჯობა, მე ვარ მოხეტიალე წიგნი, ახლა შენ შეგიძლია ამიღო, ან იღლიაში ამომიჩარო, ან ჩანთაში ჩამიდო, თან წამიყო, წამიკითხო და ოღონდ აუცილებლად დამაბრუნო, ეს არის პირობა. დილის 8 საათზე ეს წიგნი ისე ძალიან ამაყა, დიდო უკვე მელიქიშვილის გამზირზე. ეჭვი მქონდა, რომ არ ნახდებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ადგილას დავდე, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ერთ-ერთ მოხეტიალე წიგნს და ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა, იმიტომ რომ ამ ავტორს არ ვიცნობდი. ეს არის ნინო თარხნიშვილის მოთხრობების კრებული. რაღაცნაირად დავუწყე ლოდინი იმას, რომ აბა იქნებ ვიღაცა გამომეხმაურო. ფაქტიურად უკვე იმედი რომ გადაწურული მქონდა და უცებ ბრამახე ესე რაღაცა ფეერვერკივით მომდის წერილი Facebook-ში, რომ აი ესე მე გადავაწყდე შენ წიგნს და რომ შენი წიგნი ჩემთვის იყო აღმოჩენა. მთელი დღე რაღაც სრულიად სხვანაირად წავიდა. ერთი ჩვეულებრივი დღე გახდა განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ამდენად ჩემთვის ამდენად საინტერესო ავტორს შევხვდი და ლექციაზეც კი არ შევედი, იმდენად ჩამithრია, ასე ვთქვათ, მისმა მოთხრობებმა, ნინოს მოთხრობებმა. მოხეტიალე წიგნები უდავოდ საინტერესო და სასარგებლო წამოწყებაა. განსაკუთრებით დიდი мотиваცია ახალგაზრდა მწერლებისთვის, რომელთა წიგნებიც უფრო მარტივად და თამაშ-თამაშით მიდიან მკითხველთან. ამ თამაშით თითოეული მპოვნელისთვის კითხვის პროცესი გაცილებით ლაღი, ხალისიანი, აზარტული და ცოცხალი გახდება. ძალიან მაგარი იქნება თუ ამაში ბავშვებიც ჩაებმებიან და ისინიც გაუშვებენ წიგნებს სამოგზაუროდ, იმიტომ რომ ეს მართლა ისეთი რაღაცა არის, რომ რაც პრინციპში ყოველთვის დაგამახსოვრდება და შეიძლება წლები დაუწყო ლოდინი და წლები დაუწყო ძებნა იმას, რომ შეიძლება სადღაც, აი წლების წინ შენ გაშვებულ წიგნს სადღაც ქუჩაში გადააწყდე რა და ის რაღაცა მუდმივი ძიების და ძებნის პროცესში იქნები და მოკლედ რაღაცა ძალიან მაგარია. მათ უფრო მეტი აზარტი აქვთ, მათ აქვთ ტვინის სახით აბსოლუტურად სარიელი ფურცელი, რომელიც დაბინძურებული არ არის ბევრი ისეთ რაღაცით, რითიც ჩვენი ტვინებია დაბინძურებული და მათ შეუძლიათ, რომ ნოლიდან დაიწყონ საკუთარი, ასე ვთქვათ, გონებრივი მონაცემების შევსება. მოდი ჩავანაცვლოთ ის თემები, რაც ჩვენს ყოველდღიურობას გვიფუჭებს, პირდაპირ ვთქვათ, რაც გვაბრკოლებს და რაც ჩვენს ყურადღებას გვიფანტავს ძალიან უაზრო თემებზე ფიქრით, რომ იქ ვიღაც პოლიტიკოსის ფეხი ხო არ წაუგს და ან ვიღაცა სურდო ხო არ აქვს. მოდი ეს უაზრო პრობლემები გვერდით გადავდოთ და დავიწყოთ თამაში, რომელშიც თუ შევტოპავთ, ჩვენ შევცვლით ამ ქალაქს და ეს ქალაქი იქნება აბსოლუტურად სხვანაირი, ვიდრე დღეს არის და აბსოლუტურად უკეთესი, ბევრად.